რომ მაგასაც დაგკარგავთ მალე. თუნებას მოცემთ, რომ ჩემი გზით გავიყოლიო. და გამგებლებით კუჩი ვზდიო. შინა და გარეთ. მადლობელი ვარ. მკვდარს ახლოსაც არ გავიკარებ. მკვდრებისგან მუდამ ვცდილობ ხოლმე თავის დაძვრენას. ვარდის ფერსახის მქონენი კი მატებენ ხენას. მიცვალებულთ თუ გავურბივარ მე აგრევიდან ცოცხლებთან. კატა თაგობანას თამაშიც მიყვარს. შვენიერი, თუმცა ვიცი რომ სულ მოკლე ხანში აი ეს გაბა ჩემ და სასარგებლოდ გადაიჭრება. ხოლო ჩემს მიზანს თუ მივახციე, მომეცით მაშინ ამ გამარჯვების საკადრისი ტრიუმფის ნება. და დაინახავთ რომ მალე ისე გატყვრება მტვერით, როგორც ცნობილი გველი იგი დეი და ჩემი. ჟამიდან ჟამზე ვისიამოვნებთ მოხუცთან ჯობით. რათა ყოველთვის გავურბივარ მე მასთან დავას. სამოარის რომ ასეთი დიდი ბატონი კაცთ მოყვარულად ლაპარაკობს. თვით შამართი Ჩემი თვისაცოს არასოდეს იცვამდა, როგორ მეფეძებოდი ხოლმე.
რომ წოდო და გადიოდა არ გავუშვებდი. აი წოდით. დილაუფენია გავიდა. ჯერ კიდევ ვიცი. შინ შუა დღისას დაბრუნდა და თქვა ფილტვები მშვლეთო. ასპირინით დააიყვანეთ. მინდოდა მიმეცა, მაგრამ დაიჟინა, ვეღარ მიშველისო. ედები სულ ასე ახლობენ. დაშნის ნაცვლები, გაცელის ბრალი კი არა, დაშნის ნაცვლები ყირაო მარცხნებდა. დაშნა რაღა შუაშია. მეცე კარგი ხის, ვუთხარი, შინიდან უჩადოთ რომ გახადე, მაგიტომ გაცედი მეთქი. მან კი გაიჟინა დაშნა მიშველესო. ვითომ რატომ უნდა ეჭვი? მეცე ვუთხარი. თუნდ ეჭვიტად, შინიდან უჩადოთ რომ გახადე, მაგიტომ გაცედი მეთქი. მან კი დაიჟინა, დუელი მქონდა და იქ მიშველესო. და თქვენს დაუჯერეთ. არ დავუჯერეთ. მაგრამ სეც ჩემს სასწავლში ჩაიწყდა. უმალვე მოხდა. ორივეს რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქ პირველად არ ხედა. თუმცა შავ სამოსში გამოწყობილებსაც პირველად ხედა. არც მარტოები მოსულა ისინი აქ, მათ ყოველთვის ახლდათ ვიღაც თანამგზავრი. ვინ იყვნენ ისინი? მოდით გამოსცემთ. გლოვიარად არიან, თუმცა გაუკვებელია ვის გლოვობენ. ქმრებს თუ საყვარელს. ქმარზე გლოვიარად ყოფი შესაძლოა საყვარელთან გამოჩნდნენ, მაგრამ საყვარელზე გლოვიარი ქმართან ვერ გამოჩნდნენ. აი აქედან გამომდინარეობს, რომ თავიანთ საყვარელებს ელოდებიან და არა ქმრებს. რამე თუ ქალბატონები ბატონებს არასოდეს დალოდებიან. პირიქით, მამაკაცები ელოდებიან ხოლმე ქალებს. მათი თანამგზავრი მამაკაცები ყოველთვის პუნქტუალურები გახდნენ. რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონებს. რესტორნებში სიარულისებას დავთავდი. მაშინ თუნდა მოწამულიყო. აბა მე რა ვიცი, როგორც ყოველთვის საუზმე სახლში მოვუწადე. მას პირიც არაფრისთვის დავუკარგია. და შიგნიდან დაუნახავდი გავუშვი. მე არ გამიშვია, თავად წავიდა. შინ 12 საათზე დაბრუნდა და მითხრა მუცელი ყვირყო. ალბათ თავში შეჭამარა. ალბათ. ამალი დალიები უთხარი, ის კი ლინოლეუმზე გაიშვართა. ასე კიდე გაცილდებოდა. ზუსტად ასე ვერ ვუთხარი, ლინოლეუმზე არ დაწოთარა გაცილდები. მაგრამ აძიუ მომახალა. რა? აძიუ, ესე იგი დები. და თქვენ რა უყავს? რა თქმა უნდა უთხარი ხდები, რადგან საუბრე შინაჭა. გარკვეულ მოკეჭავ შველი რა გიწევდი. საჭმის კი არა, დუელის ბრალი. აი ხომ მომიზადება წესნაირი იციან. თუ ასე ძალიან უნდა და გასულიყო დუელში, მაგრამ გარეთ არ უნდა ეჭა. რა თქმა უნდა, არ უნდა ეჭა. ვისთან გქონდა თქვენს ქმარს დუელი? ვერავითი, არ. ალბათ ვინმე ძმაკაცთან. ალბათ. ყველა უსიამოვნება ძმაკაცების გამოხდება. თქვენს ეგ რომ ვიცოდე, აი ხომ ხედავთ, რამდენ რამეს ვიმალავე. დუელში იბრძვია და იბრძოლა. გვითხრენ მას? გთხოვთ, შუმოვიტანეთ. მე ეწელი. ვინ დასალოდებით? ვიძახის ველოდები. რაღაც არ ჩანს. თქვენ დიშვის. რაღაც იგნიანებს. მოდით ჩავხედოთ მათი მუდმივი თანამგზავრების მიერ დატოვებულ ბარგებს.
თანაც ორივე მთხოვა, რომ სასურველი ქალბატონისათვის გადამეცა. აი, ეს ბარათი განკუთვნილია ამ ქალბატონისათვის. ჩემო ძვირფასო ლოტოსის ყვავი. ერთხელაც მაპატიე შეხვედრა საღამოს რომ დაგითქვი და არა ჩვეულებისამებრ ნაშუა დღევამდე. სობოდი და არა ჩვეულებისამებრ ნაშუა დღევამდე. დილით დუელში მომიწევს ბრძოლა ვინმე ტრისტანთან. და არ გამოვრიცხა, რომ დღის მეორე ნახევარში შენთან შეხვედრა ვერ შევძლო, რადგან ან მკვდარი ვიქნები, ან დაჭრილი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საკუთარ დასაფლავებაზე მომიწიოს ყოფნა. ასეთ შემთხვევებში გახსოვდეს, რომ ყველაზე მეტად შენი ვიყავ, შენი საინტერესოა. მოდით ახლა მეორე ბარათი წავიკითხოთ. აი ამ ქალბატონისთვისაა განკუთვნილი. ჩემო ძვირფასო სარონის ვარ. ერთხელაც მაპატიე შეხვედრა საღამოს რომ დაგითქვი და არა ჩვეულებისამებრ ნაშუა დღევამდე. დილით დუელში მომიწევს ბრძოლა ვინმე ტრისტანთან და არ გამოვრიცხა, რომ მე საკუთარ დასაფლავებაზე მომიწიოს ყოფნა. არც იმას გამოვრიცხა, რომ დღის მეორე ნახევარში შეიძლება ან მკვდარი ვიყო, ან დაჭრილი, ანდაც და ნერვება აშლილი. ასეთ შემთხვევაში შენთან შეხვედრას მხოლოდ საღამოს მოვახდინე. ხოლო თუ ვეღარასოდეს გახსოვდეს, რომ ჩემთვის სამხედრო ყველაზე ძვირფასი არსება შენ რომნა. ესეც საინტერესოა, თუმცა იგივეს გამეორებას გავს. წერს, რომ მხოლოდ მე ვუყვარ. დიშვილი? არა, შემიძლია რომ მე. აღარ ვერ გამიგია რატომ წერს. რომ საღამოს შეხვედრაზე შევთანხმდით. არ მახსოვს საერთოდ შევთანხმებოდა. ჩემაც რაღაც აურია. არაფერი არ ემთხვევა. გარდა ამისა, ამ ქვეყნად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსება იყავ. ერთი წუთით მგონი რომ ბარათები ამერია. ახლა შეიძლება გულშემო მოკლილი დავიცე. ზოგიერთებად უკეთესად არსება.
ბედნიერი იქნებოდი თუ 100 გრამი რომ მოგემატებინა. მე ყველაფრის ტანა შემიძლია, რადგან გასუფრების არ მეშინია. მოგიხდებათ, თუნდაც ნაოჭების ნახო. არ ვიცი, ჩაკეთოს, ასეთი ნაოჭები არის უყვარდა. უყვარდა და მე როგორ სამაგიეროდ თქვენს ხმას აციცდეთ. მენი ხმარი შეძლო შენს ხმას დუელში. პირიქით ვიფასო, ჩემი ხმარი შეძლო ჩემს ხმას დუელში. თქვენს ხმას საიდან უნდა ცნობოდა ჩემი ხმარი? შემსას თქვენი საიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვიღაც მესამე ჰყავდათ. როგორ ფიქრობ? ესაა? ეგ არის. საიდანაც? მე ხედავ ძალები რომ აწვია. ვისგან? ტრისტანის და რომეოს გამო. რომეოსა და ტრისტანისგანო? ხო, ჩემო ძვირფასო. ორივე საერთო საყვარელი იყო. არც ერთ ამას არ ვაპატიო. ყოველ ჩემს სუფლება თუ იცოდეს, ვისთან ავატობდა ხმარი.
შესაძლებელია, მაგრამ არა მაგიდას. მაგიდას რა სჭირს? მაგიდა წესრიგშია, მაგრამ თქვენ აქ არ უნდა იყოთ. არა? არა. რატომ? იმიტომ რომ დაჯავშნულია მისთვის. მაგის გამხელა არ უსურს. ვინმე მნიშვნელოვანისთვის? ასე მიმაჩნია. ჩემზე მნიშვნელოვანისთვის? ასე მგონია. ჩემთვის ასეთები არ არსებობენ. და მაინც გთხოვთ რომ გადაჯდეთ. ბუდი! მესმის. შეიძლება რაღაც გითხრათ? სრულიად საიდუმლო. გითხრათ. ჩემთვის სულ ერთია სად დაჯდებით, მაგრამ ეს მაგიდა სადაც თქვენს ხართ. ჯანმრთელობისთვის ძალზე სახიფათოა. რა სისულელია. გახსოვდეთ რომ მე გადავიხილეთ. ცენტრალური ანუ ცენტრალურად განლაგებული. როგორ? ცენტრალურად, ანუ შუაგულში, ცენტრში და სხვადასხვა არ შეიძლება, რადგანაც ეს ორი მაგიდა ერთნაირად არის განლაგებული მესამისგან. ეს ორი მაგიდა ერთმანეთს შეცვლის, ამას თუნისამის, ვერც ერთი ვერ შეცვლის. ეს მაგიდები მასთან მიმართებაში გვერდითებია. მე ამაში ცუდი რა არის? გვერდითები, ანუ პერიფერიულები, მარგინალური, გესმით? ხო. ცენტრი ერთადერთია და ერთადერთი ცენტრალური მაგიდა აი ეს არის. აი ხო შეიტოვეთ. ეს აქამდე რატომ არ შემინიშნავს?
პორტუგალურია და ცენტრალურია, იმიტომ რომ ერთადერთია. შეუძლებელია ტოლობის ნიშანი დაისვას მას და დანარჩენებს შორის. ეს ორი ერთნაირია ერთი მეორის მიმართ, მაგრამ არც ერთი არ არის მესამის ნაირი. ეს მაგიდა ერთადერთია, რომელზეც დაწამულდება. მესმის, მაგრამ ხანდახან გვერდით ჯდომა ჯობია. მე მგონი, ჩემი მოსაზრება გასაგებად გაგაცანეთ. სრულიად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მე პასუხისმგებლობას ვიხსნი. მაგას თქვენგან არც არავინ ითხოვს. როგორც უკვე შეკვეთილი იყო, არ მახსოვს შეკვეთა მომესწროს. ეს თქვენ კი არა იმ ბატონმა შეუქმნა. თანაც ლუდი, ლუდი ძალიან ცუდი. მას რა მოგართვათ? შამპანი. შამპანური? რატომ გემიკვირდა? იცით, ჩვენი კლიენტები შამპანურს იშვიათად უკეთავენ. მართლა? უბრალოდ რომ ვთქვათ, არც არადროს უკეთავენ. და კატაბალახაც. ნაბატიებ რა. კატაბალახაც, წვეთები, გულისი წამალი. თავს სულად ვძნობ. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ალკოჰოლი არ მიხდება. იქნებ მხოლოდ კატაბალახა მოგიტანოთ. მესმის. შამპანური კატაბალახა კაინის. მას ის მნიშვნელოვანი პიროვნება ეს არის ყოველთვის მინდოდა ვინმე მნიშვნელოვანი პიროვნების დანახვა, მაგრამ დღემდე ვერ მომიხერხებია. ნეტა იმ ხრიდანაც მნიშვნელოვანი ბრძანდებით შეიძლება შეგხედოთ? მეორე მხრიდანაც? უკნიდანაც? ნიშნულოვანია, როგორი ნიშნულოვანია ყოველი მხრიდან ნიშნულოვანი ბრძანდებით. შეიძლება გაჩნდე. გთხოვთ, როგორც ხედავთ, სკამიანებს არადა ეხები მტკივა. მეორე ჭიქაც მოგიტანოთ. საჭირო არის, ხოლო მეორე კათხა მომიტანეთ. იქნებ მეორე ჭიქა და მეორე კათხა მომიტანოთ. ხომ გითხარით საჭირო არ არის მეთქი, ხოლო მეორე კათხა მომიტანეთ. მესმის.
მაგრამ ის ჩიტი მკვდარი იყო. არც ბალახებში, არც ჰაერში, არც ტოტზე. მიწაზე. და სრულიად გამოძრებად ჩიტებისთვის უჩვეულო პოზაში იყო. ოლურჯო ფოლადის ფერი და ნარინჯის ფერი მკერდი ჰქონდა. ხასხასა ჯერაც ხასხასა ფერი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის ჩიტი უკვე მკვდარი ჩიტი. გალის არც ერთი ბინადარი არ იყო. ის თავისუფალი ჩიტი იყო. თუმცა ამ სხვაობას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს. აუცილებლად და ხეივის მეორე მხარეს. თქვენ დაგინახეთ. გამიხსენეთ? ხამ? კარგი. რაც არიან იმ ნიადაგზე ზედმეტი წამოუში. მაგრამ რაც მართალია მისი მოკლა ნამდვილად მოკლა. ისევ თქვენსაც არის შვილით? მოკლა ნამდვილად მოკლა. ნიანგები, ჩიტები, მე ყველაზე მეტად მაიმუნები მიყვარს. მე მაიმუნების ყურება მიყვარს, თუ როგორ ჭამენ ისინი ბანანს.